7 ივნისს ორგანიზაციამ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი კახეთში დაიწყო პროექტი თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი, რომელშიც ჯამში 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სათანადო ცოდნით აღჭურვა ტრენინგების მეშვეობით და საარჩევნო პროცესების მედია მხარდაჭერა ტელერადიო გადაცემათა ციკლის მომზადების გზით, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ. ტრენინგის სასტუმრო შატო ყვარელში გაიხსნა და პირველ დღეს მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არტი, ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა, მსგავს არჩევნებზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. საერთოდ ჯამში ტრენინგები კახეთის 4 ქალაქში, ახმეტაში, ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ჩატარდება. პროექტი თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი დღესვე დაიწყო ყვარლის რაიონში. მინდა გითხრათ, რომ 29 პოლიტიკური პარტიიდან სულ 140 ბენეფიციარი იღებს პროექტში მონაწილეობას. ტრენინგები არის სულ 5 დღიანი კვალიფიციური ტრენერების მიერ. როდესაც დამთავრდება ყვარელში ტრენინგები, ჩვენ გადავინაცვლებ თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის ბენეფიციარებთან. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ ოლქის წევრები, წარმომადგენლები და მომავალი, ასე ვთქვათ, პროფესიონალური კადრები გადამზადდნენ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ კვალიფიციური პროფესიონალი კადრები და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. დღევანდელი ტრენინგის თემა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასევე ინკლუზიური არჩევნები საქართველოში. ტრენინგი ტარდება ყვარლის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად აქ წარმოდგენილია ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებიდან მონაწილეები და ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორზეც დღესაც მიდის დავა, მათ შორის კანონშეცვლებებთან დაკავშირებით და მონაწილეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად განხილვა მიდის არა მარტო იმ საკითხებზე, რაც ტრენინგის თემას ეხება, არამედ ზოგადად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს ტრენინგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად და მეორედ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ყველა თემა, რომ არ გაგვეპაროს რაიმე და მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება და გადავცეთ მერე ჩვენს ამომრჩეველს და როგორ უნდა მოიხსენოთ და რომ ჩატარდეს ნამდვილად ხარისხიანი არჩევნები.